რამდენიმე პოსტი Facebook-ის პოლიტმეტრის გვერდიდან ლადო ბიჭაშვილი რატომ მივიდნენ საერთოდ ჟურნალისტები პრაქტიკულად მათგან ვერაფერი გავიგეთ სიახლე ისედაც ვიცოდით რომ კადრები რეალურად არსებობდა და მძიმე საყურებელი იყო შეწყვიტონ ეს სენსაციანსები და გამოიძიონ ფაქტი და ყველა პირი დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით. სახელმწიფოებრივი აზროვნება შეიძლება ჟურნალისტს ვერ მოსთხოვა, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრს მოეთხოვება ყველა ქვეყანაში ამ საქმის გამოძიებამდე ძალოვანი უწყება გრიფს დაადებდა. Keti Gabosnidze მე მაინც მგონია რომ კადრები უნდა ვნახოთ, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს, რაც შეეხება მსხვერპლს, მას აუცილებლად სჭირდება ფსიქოლოგის დახმარება და ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. ზუკა ჯაკო, ფარული ჩანაწერები არ უნდა განადგურდეს, პირიქით უნდა იქნას შენახული და საგულდაგულოდ დაცული, ხოლო მათი არამართლმსაჯულებრივი გამოყენება და გამოქვეყნება უნდა დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით. გიორგი ტატიშვილი მიუხედავად იმისა, რამდენად მძიმე და შეურაცხმყოფელი იყო ის კადრები, ვიტყვი რომ სწორად მოიქცა შინაგან საქმეთა სამინისტრო, აუცილებელი იყო ეს სისასტიკე ენახა ჟურნალისტებს, რადგან მათ შეძლონ სწორი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას. თუმცა ვარდო საინძე საერთოდ რაშუაშია ახლა ამაზე კამათი თუ რატომ და როგორ ანახეს კადრები, რატომ არავინ საუბრობს იმ უბედურებაზე, რაც ხდებოდა საქართველოში, ეს არის მთავარი და არა რაღაც პრიმიტიული საკითხების გარჩევა. Dali გოგორიშვილი მსხვერპლთათვის ეხლა ყველაზე მთავარი ის არის რომ დაისაჯოს არა მარტო უშუალო შემსრულებელი, არამედ ამ სისტემის შემქმნელები, ესოდნა მაინც შეუმსუბუქებს მათ უდიდეს სტრესს. მარი ჯავახია ჩვენთვის ამ კადრების ყურება აძნელი და წარმოიდგენთ ვისაც ეს საშინელებები თავს გადახდა. ის როგორ უნდა გზნობდეს თავს ნაციონალური მოძრაობის სახით, რომ კიდევ ვიღაცა რაღაცას ამტკიცებს, ეს დემოკრატიის მწვერვალია. ზაზა ნატროშვილი საზოგადოებამ უნდა ნახოს ფრაგმენტი მაინც ამ კადრების, რადგან უნდა ვიცოდეთ თუ რა რეჟიმი იყო 2003-12 წელს. და რომ ეს აღარ უნდა განმეორდეს საქართველოში არასდროს ისე როგორც გერმანიაში ფაშიზმი. გამოგხმაურეთ Facebook-ზე და დაგულოდეთ ხვალ 23 საათზე. მადლობა.